მოგესალმებით ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს ასე ვფიქრობდი დიდი ხანია ვფიქრობდი მეთქი რა თემაზე შემიძლია დაველაპარაკო ჩემს მაყურებლებს და მომდიოდა სხვადასხვა რაღაც თემები. ურთიერთობაზეც, პირად დანიშნულებაზე, ნიჭზე. მე გადავწყვეტი რომ მოდით ახლა ასე ბუნებაზე რომ ვარ. რაც წამოვა ნაკადიდან იმაზე ველაპარაკოთ, ხო? აი ეს არხი ხა იცით თქვენ რომ მე ახლა აქ უფრო საუბრობ ბედის მატრიცაზე. ბედის მატრიცაზე ასე ქვია ამ ინსტრუმენტს რა, ამ უნიკალურ ინსტრუმენტს, რომელიც ჩვენ გვაძლევს ძალიან ბევრ საინტერესო ინფორმაციას ჩვენ ცხოვრებაზე, იმიტომ რომ ადრე თუ გვიან ყველას ჩვენ გვებადება ეს კითხვა, ანუ რისთვის მოვედი მე აქ, რა უნდა გავაკეთო მე? რატომ აქ, რატო ჩემ ცხოვრებაში ხდება რაღაც მომენტები, რატომ დაუშვათ მე არ ვიმსახურებ რაღაცებს, ხო? თუნდაც ახლა პირად ურთიერთობაში, თუნდაც ახლა ფინანსებში, ხო? თუნდაც საერთოდ შენი გზის პოვნაში, ხო? და ვეძებთ ინფორმაციას, იმიტომ რომ გვინდა რომ ვიცხოვროთ კარგად, რატო ზოგი თქვა მდიდარია, ზოგი თქვა ახლა ლამაზი გოგოა, მაგრამ ბედი არა აქვს, ასე რომ თქვა და ზოგი ახლა შეიძლება შეხედულება საერთოდ არა აქვს, მაგრამ არის კაი ბედში რო იტყვიან, ხო? რა თქმა უნდა, ახლა მეც ვეძებდი ამ კითხვებზე პასუხებს რა, ძალიან დიდი ხანია და იმიტომ რომ ბევრი რაღაცა სირთულეებიც მაქვს გამოვლილი და რა თქმა უნდა შეიძლება კითხვები დაგებადებოდა რატო დაუშვათ ელემენტარული თქვათ ახლა რაც ახლა თქვათ მე და დედა ჩემის ურთიერთობაზე ხო სულ ვიძახდი ხოლმე აი რატო მაგალითად სხვა თქვათ ჩემ მეგობრებს ხო ჩემს გადაკალებს აქ ეს კარგი დამოკიდებულება და მე არ მაქვს ეს კარგი დამოკიდებულება და ნუ მოხდა ისე რომ ჩემ ცხოვრებაში სრულიად რაღაცა შეიცვალა იმ დროს როცა მე ვიპოვე აი ეს ინსტრუმენტი რომელსაც ქვია ბედის მატრიცა და მე ვიყავი ძალიან აქტუალებული ამაზე ბევრჯერ მაქვს მოყოლილი თქვენთვის რომ ეს იყო აი ყველა აბსოლუტურად კითხვაზე პასუხი აბსოლუტურად ყველაზე რა ბევრი რაღაცა რა თქმა უნდა გამაოცა და აი მაშინ მე ამას ხშირად ვამბობ ხოლმე მაშინ გადავწყვეტი რომ ნამდვილად აი რამდენიცაც შევძლებ იმედენადაც მივაწვდი ამ ინფორმაციას ყველა ადამიანს იმიტომ რომ რა არის იცით ჩვენ შეგვიძლია მარტო იმისი გაცემა რაც ჩვენ გვაქვს რაც არა გვაქვს ვერ მისცემ და როცა შენ თვითონ პოვლობ ერთგვარ ბედნიერებას შენ როცა პოვლობ ისეთი ცხოვრება შემოდის ხო შენთან რომელიც აი ცulis ყველაფერს რომელიც თქვათ შენ შეიძლება даже კი აი ჩვენ ხო ვოცნებობთ ყველა რაღაცაზე მაგრამ როცა შემოდის ესეთი რაღაცა რაზეც შენ არც გეოცნებია იმიტომ რომ ვერ წარმოგედგენე რომ შეიძლება შენ ცხოვრებაში ესეთი მომენტები იყოს შენ რა თქმა უნდა ივსები რაღაც ბედნიერებით ხო და ამ ბედნიერებით როცა ივსები შენ გინდა რომ ეს ბედნიერება გაუზიარო ხო იმიტომ რომ თუ ადამიანი გაბოროტებულია და ცუდად არის და რაღაც რა თქმა უნდა ახლა ის ნამდვილად ახლა ვერ გაგიზიარებს ახლა რამის პოზიტიურს დაუშვოთ ხო მაგრამ როცა შენ აუცილებელი კი არ არის რომ გახდე მილიონერი აი მე მაგალითად მაქვს პროგრამა მილიონერი და ეს პროგრამა ეს არის აი ფულის კოდი რა მაგაზე ძალიან საინტერესო პროგრამაა სხვათა შორის ჩემთან ბევრი გოგოები მოდიან ბიჭები კლიენტები მეჯავრება ეგ სიტყვა ამიტომ სულ ვეძებ რაღაცა შემცვლელს და ვისაც უკეთებ მატრიცას და ეს აქვს ეს პროგრამა მაგრამ ძალიან საინტერესო პროგრამა არის კი შეიძლება წინა ცხოვრებაში ადამიანი იყო მილიონერი მაგრამ ნახეთ აი ჩვენს გაგებაში ნუ უფრო ასე რომ ვთქვა გლობალურად მილიონერი არის ეს ადამიანი ვისაც აქვს იახტები, ქარხნები,
რაღაცა თქვათ სიმდიდრე, რომელიც არ გამოდის ახლა ბუტიკებიდან, ბრენდებს იცმევს და ასე შემდეგ, მაგრამ ნამდვილი მილიონერები ცოტა სხვანაირი ადამიანები, ვინც ეს მათი შვილები დადიან მასზე, ხო? მაგრამ ნამდვილი მილიონერები არიან ადამიანები, ვინც თვითონ ქმნიან ამ სულ ყველაფერს და საკმაოდ საინტერესო გზას გადიან. და ნამდვილად ახლა ეს პროგრამა, არის კი მეუბნება იმას, რომ შეიძლება ადამიანი იყოს წინა ცხოვრებაში მართლა მილიონერი. მართლა შექმნა რაღაცა. ნახეთ როგორი სიმპტომები აქვს ამ ადამიანს. უნდა რომ ყველაფერი საუკეთესო ქონდეს. კი უყვარს თუნდაც ეს ლამაზი ჩაცმულობა, ხო? და სხვათა შორის იწყება ისე, რომ ბევრ პერიოდებს გადის, როცა მაგ ადამიანს უჭირს რა, შეიძლება თქვენ სიცნოთ, შეიძლება თქვენს გქონდეთ ეს პროგრამა. უჭირს, შეიძლება ასესხებს, იღებს, აი მაღაზიაში რო შედეს რაღაცები მოსწონს და ფული არ აქვს, მაგრამ მაინც უნდა ძვირიანი და ვერ ხვდება რატომ მინდა ეს ყველაფერი კარგია. თუნდაც შეიძლება даже ისეთ შეძლებული ოჯახშიც გაზრდილი იყოს, მაგრამ მაინც უფრო მეტი უნდა. მაგრამ ამ პროგრამაშიც არის როგორი მომენტი, იცით? ადამიანი გადის საკმაოდ რთულ გზას ხშირ შემთხვევაში რა, მაგრამ იმასაც სწავლენ ამ პროგრამით, რომ შენ მარტო შენთვის კი არ უნდა გინდოდეს ეს სიუხვე, შენ უნდა გინდოდეს ეგა სხვებისთვის. ანუ უნდა იფიქრო, რა შეგიძლია გააკეთო შენ სხვებისთვის ისეთი, რომ შენ მოგიტანოს ეს სიმდიდრე. და ნამდვილად აი ამ გზას რო გავყევი, ნამდვილად როცა ფიქრობ ნეტ-ნეტ ჩემს შემთხვევაში როგორ მუშაობს ეს პროგრამა და საკმაოდ საინტერესოდ. სხვათა შორის თუ ვინმეს დაუშვოთ თქვენ რამე დაგრჩათ, მშობლებისგან, ბაბუასგან დაუშვოთ რამე, თქვათ შეიძლება სახლი, ან ბიზნესი, ან რამე, თქვათ, ხო? შეიძლება თქვენც გქონდეთ ეს პროგრამები. მე დამჭერთ სახლი ბებიასგან რა, იმიტომ რომ ბავშვთა მშობელთა კარმაზე მიდის ეს პროგრამა და ნამდვილად როგორი მომენტია, იცით? როცა შენ სწორედ მიდიხარ ამ პროგრამით და როცა შენ არ ფიქრობ მხოლოდ იმაზე, აი მე, აი მაგ შემთხვევაში ეს პროგრამა იხსნება. და მე მაგალითად მქონდა სულ სურვილი, რომ რაღაცა ისეთი გავაკეთო, რითიც შემიძლია დავეხმარო ადამიანებს, ან ბევრ ადამიანებს დავეხმარო. და ეს მომენტი მქონდა, გამიჩნდა, როცა მე ვიყავი ერთი პერიოდი, როცა მეც ვეძებდი რაღაც სიმდიდრეს, ხო? მოხდი ქსელურ მარკეტინგში და ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ მანდ ვიყავი, მე იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამე ვისწავლე. და პირველ რიგში მე იცით რა უყურებდი ხოლმე იმ ადამიანებს, ვინც გამოდი, ვინც იცის რა არის ქსელური მარკეტინგი, ის გამიგებს რა, იმიტომ რომ აი მოკლედ რო ვთქვათ, ტარდება ხოლმე ასეთი სემინარები, შეხვედრები, სადაც გამოდიან უკვე ის ადამიანები, ვინც რაღაცას უკვე მიაღწიეს ამ ბიზნესში და ყვებიან ზოგი თავის ისტორიას, სამოტივაციო რაღაც პრეზენტაციებს აკეთებენ და ასე შემდეგ და ძალიან მომწონდა ხოლმე, როცა გამოდიოდნენ დიდ სცენაზე და ერთი მოხუცი იყო წყვილი, ცოლ-ქმარი, პოლონელები იყვნენ. აი ისინი რო გამოდიოდნენ ხოლმე, აი ულამაზესი წყვილი იყო და ესე იგი წარმოედგინე დიდ სცენაზე გამოდიან და ბევრი ხალხი უსმენს მაგათ და ძალიან საკმაოდ დიდ სიყვარულს იმსახურებდნენ რა ეს ადამიანები, მართლა ძალიან ბევრ ადამიანებს დაეხმარეს და აი სულ ვოცნებობდი, მე კი მაშინ არ ვიცოდი არც მათი, სადაც არაფერი და ვოცნებობდი, რომ მინდა რომ აი ასე მეც შევძლო, რომ ამდენ ადამიანს დაუშვათ მეც დავეხმარო, ან საჭირო ვიყო, ან ისეთი საქმე მქონდეს, აი თქვათ სიბერებემდე რომ ვიყოს, თქვათ ასანო უკვე დავბერდები, ბებო რო ვიქნები, უკვე ძალიან ღრმა, მაინც საჭირო რო ვიყო ხალხისთვის და
და ნამდვილად აი ეს მომცეს რა, მე მომცეს ეხლა ეს ინსტრუმენტი, როგორც ტარო, როგორც მატრიცა, ეხლა შემიძლია ადამიანს ეხლა ვესაუბრო ამ ინსტრუმენტებით და ანუ მანდ მე სწავლობდი საკმაოდ ბევრ რაღაცებს, ეხლა ბიზნესზე, ბიზნეს ურთიერთობაზე წყვილში და ასე შემდეგ და აი ერთი კაი რაღაცა დავიმახსოვრე იქიდან რომ შენ თუ გინდა იყო კარგად, ხო? შენ უნდა იფიქრო ისეთ რაღაც საქმეზე, რომელიც პირველ რიგში დაეხმარება სხვებს და ეს უმქონდა და აი ეს პროგრამა მილიონერიც ეგეთით რომ იქ მე-19 ენერგია არის, მე-19 ენერგია არის, როცა შენ უნდა დაეხმარო, როცა შენ უნდა გასცე, მე-5 ენერგიაც არის იქ, ანუ შენი რაღაცა ან ცოდნა, რაც შენ შეგიძლია თქვა, რომ აი სხვებს რო ასწავლო, მისცე, გასცე, აი ესეთი რაღაცა. და რა თქმა უნდა, ეს მე რო დავიწყე, რომ აი ჩემი ცხოვრება ამით რო შეიცვალა, ხო? ნამდვილად მინდა რომ ბევრმა ადამიანმა გაიგოს აი მისი ეს საქმე, ხო? იმიტომ რომ კი ბატონო, კარგია ხლა, შენ იპოვე შენი საქმე დაუშვა და მე რა გავაკეთო ისეთი, რომ თქვათ, მეც ვიყო საჭირო სხვებისთვის და მეც შემოვედი, ну, თქვათ, მქონდეს ეს სიუხვე, შემოვედეს ჩემ ცხოვრებაში, იმიტომ რომ ჩვენს უყურეს რა გვინდა? გვინდა ბედნიერება, გვინდა სიყვარული, თანჯობია, როცა ორივე ადამიანს ერთმანეთზე უყვართ, საერთოდ სიყვარული გვინდა, აღიარება და გვინდა, რა თქმა უნდა, რომ ისეთი ცხოვრება, ну, ყველა შეიძლება მილიონერი არ უნდა ყველას რომ მილიონერი იყოს, მაგრამ ну, ყოველ შემთხვევაში რომ ყველაფერი გქონდეს, თქვათ, ის რაც საჭიროა, ნამდვილად ეხლა ბევრს ეხლა უნდა, ასე რომ ვთქვათ რა. მაგრამ აი ზუსტად ეხლა ცოტა ნელ-ნელა მივდივარ, თუნდაც ახლა აი ფულის კარმა ასე წოდებული რო არის, ხო? მატრიცაში არის ეს ყველაფერი, შენი ნიჭი დაუშვათ, აი რითი რაშია შენი ნიჭი, ხო? შეგიძლია ეგაც იპოვო. არის კიდე ერთი მომენტი, მინდა და ამაზეც მინდა და ჩამეწერა თქვენთვის ვიდეო, კარმული კვანძები, ხო? აი კარმული კვანძები არის, იცით რა, რასაც აი სული ცდილობს, რომ უკვე ბევრჯერ გამოასწოროს. ეს ესეთი მომენტები არის, ეს ეხება თქვა სხვადასხვა ურთიერთობაზეც ეს კარმული კვანძები მოქმედებს და საერთოდ შენ პირად დანიშნულებაზეც მოქმედებს. ეს ესეთი პროგრამები, რომელიც აი ეს ნახეთ როგორ არის, რაღაცა გაწუხებს შენ, ხო? რაღაცა გინდა შენ რომ გააკეთო, რაღაცა გიზიდავს, მაგრამ რატომღაც ვერ ბედავ. რატომ ხშირ შემთხვევაში ჩვენ ვერ ბედავთ იმას და არ მივდივართ ჩვენი სულის გზაზე. აი ეს არის უკვე ფინანსური თემაც რა. ანუ ნახეთ ახლა ის რეალურად რო ვთქვათ, ჩვენ ყოველთვის რას ვეძებთ, რომ ისეთ საქმეს, რომელიც მე მომიტანს ფინანსურ კმაყოფილებას, ხო? ანუ ხელპასი მინდა კარგი მქონდეს და მაგრამ და მაგის გამო ბევრჯერ ჩვენ არ ვუსმენთ ჩვენ სულს. ამ დროს რო შენ ნამდვილად რო იპოვო აი ეს საქმე, ხო, რომელიც შენია და შენ ეს იცი, ძალიან კარგად იცი რა მოგწონს, შენ ძალიან კარგად იცი რა გიზიდავს. ანუ ყველაზე ძალიან რა გიზიდავს, რა გინდა რომ აკეთო, ხო? ეს არის პრინციპში, ხო? იმიტომ რომ ხა უკვე კონსულტაციებს რო ვატარებ, ძალიან ხშირად მე მაგას ვხედავ რომ ადამიანი იძახის, კი, ეს მინდა მართლა, მაგრამ ნუ არ ვიცი რანე, დრო არა მაქვს. ნახეთ, მე დრო არა მაქვს. აი ხა როცა ამ ვიდეოს ვწერ, ახლა 2 დღე, ნუ 1 დღეს უკან მქონდა მარატონი, ხო? და ძალიან ბევრი საკმაოდ მოვიდნენ გოგოებიც, ბიჭებიც, ვისაც უნდა ტაროს სწავლა. და ზოგს იმდენად ეშინია შიში აქ, ანუ ნახე ხა ტყუილა რატომ უნდა დაუშვათ ახლა თუ არ, ნუ მიზიდავს ახლა ვიყო ხა მარატონზე ტაროზე სიტყვაზე, ხო? აი რაში მაინტერესებს თუ ეს არ მიზიდავს, ხო? ანუ უკვე რაღაცა ნიშანი არის. ბოდიშით ცოტა გზის პირას ვზივარ, ნუ ცოტა ზოგჯერ მანქანებიც ახლა დადიანათ რა. ხო და მაგრამ ადამიანს ეშინია, გაიგეთ, აი მიზიდავს, მინდა და როც მაჩუკოს ყველაფერი, მაგრამ ვაი თუ არ გამომივა, ვაი თუ ვერ შევძლებ, ვაი თუ რაღაცა, მე ხა ყოველდღიური ახლა თქვათ გადასახადები, ყოველდღიური რაღაცები ხო არის ესე და აი ეს შიში და ამ დროს შეიძლება მართლა გახდე ესეთი პროფესიონალი სხვებს დაეხმარები და შენ სანაცხოვრებას მე. აი მაგალითად
შეიძლება ადამიანს დიზაინერის ნიჭი კონდეს, მაგრამ შიში აქ ადამიანს, რომ აი ხო შეიძლება არ გამომივიდეს ამ დროს ადამიანი შეიძლება კარგი გემოვნება, კარგად ხატავს, შეიძლება კარგად ხედავს, კარგად იცის თქვა მოსწონს ეს დაალაგება თქვა ახლა იმ ინტერიერის ხო? ანუ და დადეს შეიძლება თქვა მეგობრებს ეხმარება, მაგრამ ან შეიძლება თავის სახსაც თქვა ალამაზებს, მაგრამ იმას რომ გაბედოს და ისწავლოს და ეს როგორც პროფესია აერჩიოს, მისი შიში აქ რა თუ აქ ეს შიში, აი ვაი თუ არ გამომივა, ხა მე ყველა დრო დავხარჯო, მე ყველა ფული გადავყარო და ამ ფულით ხო სხვა რამეს ვიყიდდი და მე ხა რა ვიცი, ხა რო კლიენტები არ მყავდეს, ან რო დაუშვოთ ვერ შევძლო, ან უკვე ზოგი ხა ასაკი მაქვს უკვე, ამ დროს ასაკებში არ აქვს მნიშვნელობა, რა დროს შენ დაიწყებ, თქვა ხა შენ გავხარ შენ პირადი დანიშნული ვაფშე არანაირი ასაკი, რამდენიც არ უნდა იყოს. რამდენიც არ უნდა იყოს ასაკ თუ გიზიდავს მიდი ისწავლე ხო თან იმიტომ მე ახლა ჩვენ ესე დროში ვსწავლობთ რომ ონლაინ ნებისმიერი კურსი შეგიძლია გაიაროს და ადამიანს შეიძლება ისე შეიცვალოს ცხოვრება რომ გაოცდება რომ უფრო საერთოდ რა სხვანაირი ცხოვრება შეიძლება ელოდე მაგრამ ადამიანი ვერ ბედავს შიში აქვს რა და ვერ ბედავს ეს გამბედაობაც უნდა გქონდეს მაგრამ ამიტომ მე მაგას რა ვიცი მე სულ ყოველას ვიბიძგებ იმას რომ იმისკენ რომ გაიგეთ რა გაიგეთ ნუ ცხოვრობთ ყველა ნუ იტანჯებეთ იპოვეთ თქვენი საქმე იპოვეთ თქვენი აი ის რაც გინდა აკეთეთ თუნდაც დაიწყეთ აი ჰობის დონეზე რა თქმა უნდა ახლა როცა შენ გაქვს უკვე ინფორმაცია იმაზე კონკრეტულად შენ სულ რა აერჩია ეს უფრო ადვილია და უფრო ადვილად შეგიძლია რომ ეს დაუშვოთ ახლა ისწავლო დაჟეს ახლა მე რომ ვაპირებ ახლა ოქტომბერში უკვე ჩვენ პირველი კურსი ვუშვებთ მატრიცაზე რატო გავაკეთე იმიტომ რომ პირველი კურსი იქნება განსხვავებული ორ მოდულს ვაკეთებთ მაგრამ პირველი განსხვავებული იქნება რატომ იმიტომ რომ იქ მინდა რომ ყველამ შეძლოს გაიგოს ანუ ასე ვთქვათ გაშიფრება გააკეთოს თავისი სულის კოდი არის ეს ჯოლებრივი ჩვენ დავადების ტარიღი ჩვენი სახელი გვარი და გაიგოს ანუ თავის თავზე ყველაფერი თუ შენ ახლა არ ემუშავებ თუნდაც ხვებზე მაგრამ ვერ შეძლებ იმიტომ რომ შენ როცა გაიგებ და გაოცდები შენს თავზე ყველაფერს მე შენ მოგინდება რომ სხვებსაც გაუზიარო და რა თქმა უნდა შეიძლება შენი მეგობრები შეიძლება ნათესავები თქვა დაიწყებ მაგით და მე შეიძლება ზოგი პროფესიითაც აერჩიოს როგორც პროფესია მაგრამ აი ეს მე რო გითხარით რომ მე მინდა რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა გაიგოს მე ხო ვერ მივწვდები სულ ყველას ახლა რა თქმა უნდა ახლა რამდენიც არ უნდა ვეცადე ხო მე მინდა რომ ბევრმა ადამიანმა თუნდაც აი ამისი გამოთვლა ისწავლოს მაგის წაკითხვა ისწავლოს და დაეხმაროს სხვებს რომ მე მინდა რომ იყოს ძალიან ბევრი ადამიანი ბედნიერი და ბედნიერება დევს რაში იმაში რომ მე დილით ვიღვიძებ მე მიხარე ეს დღე იმიტომ რომ მე არ უნდა წავიდე იმ სამსახურში რომელიც მე მიზიზღება რომელიც მე არ მომწონს რომელშიც მე ვგრძნობ დისკომფორტს, მაგრამ მე კარგად მიხდიან და ამ კარგით ამ ხელფასებით მე შემიძლია რაღაცა ჩემი ცხოვრება თქვა, ნუ ოდნავ მაინც გავაუმჯობესო. და იძულებული ვარ, რა ვქნათ წვალობ, აი ეს ყველაფერი რო არ იყოს, ხო? ანუ შენ შეგიძლია დილით გაიღვიძო, როცა შენ გინდა შენ შეგიძლია აკეთო ის რაც შენს გიზიდავს თუნდაც ახლა შეიძლება ეს თქვათ საოფისო სამსახურიც იყოს გიხარია ეცეთ ეს სხვანაირი შეგრძნება როცა შენ სიხარულით იღვიძებ როცა შენ აკეთებ იმას რაც შენთან მოაქვს ბედნიერი კაი ხასიათზე დგები მე უკვე შენი ახლობლებისთვის შენ ხარ ძალიან ესეთი ტკბილი ხო შენ ახლა როცა გულს უხარია ყველას უზიარებ ამ სიხარულს ხო პლუს კიდე კარგი ანაზღაურება ყოველთვის სამყარო აუცილებლად გადაგიხდის იმიტომ რომ შენ მიაგენი ისეთ საქმეს რომელიც გახარებს
რომელიც სხვებს ახარებს, ხო? და რა თქმა უნდა, როცა შენ კარგად ხარ, დალაგებულად ხარ, მერე უკვე ურთიერთობაშიც კარგი მიდის მერე სიტუაციები, იმიტომ რომ შენ უკვე ადამიანთან არ ახარ დაძაბული. ეგაც ძალიან მნიშვნელოვანია რა და შეიძლება რაღაც, სულ სხვანაირი ცხოვრება ხდება რა, სულ სხვანაირი. და აი მე მინდა რომ რაც შეიძლება უფრო მეტი ადამიანი ცხოვრობდეს თავისი ცხოვრებით. აკეთებდეს იმას, რაც მას უნდა. და მე გისურვებთ მაგას უყოლას თქვენ, ახლა აი ესეთ მოკლე ვიდეოში მინდოდა უფრო რაღაც კონკრეტულ თემაზე არ მისაუბრია, მაგრამ რატომღაც აი ესეთი სიტუაცია იყო, ალბათ იმისთვის საჭირო იქნებოდა ეს მომენტები. და ძალიან გამეხარდება თუ თქვენს გამიზიარებთ კომენტარებში, რამდენად თქვენთვის იყო საინტერესო ეს საუბარი და თუ გინდათ რომ რამე თემა ისეთი თქვათ გაწუხებთ, გინდათ რომ მე თქვენ დაგეხმაროთ, კომენტარებში დაწერეთ და აუცილებლად ჩაგწერთ თქვენ ამ თემაზე ვიდეოს, კიდე რამაზად გისავირჩევ და იქიდან გაგისაუბრებით, ხოლოდ იმ თემაზე, რომელიც უკვე იქნება თქვენთვის საინტერესო. ამიტომ დაგეზარებათ. დაწერეთ, არც მოგირიდებათ რა. დაწერეთ, თუ გინდათ პირად შემომწერეთ, რომ თქვათ აი თქვენი ვიდეო ვნახე და მინდა რომ აი ეს თემაც რომ მოგაჯობია კომენტარებში დაწერეთ, რომ შეიძლება კომენტარი ხო იცით ახლა YouTube როგორ მუშაობს. კომენტარებში რომ დაწერთ, მე კიდე უფრო ნახავენ სხვებით შეიძლება, ამიტაც უკვე ჩვენ დავიწყებთ დახმარებას, ხო? სხვებს შეიძლება ისეთი რამე გაიგონ, რომ ნამდვილად მათი ცხოვრება უფრო და უფრო ლამაზი იქნება. იმიტომ რომ ჩვენ სულ ყველა აქ მოვედით იმისთვის, რომ ერთმანეთს დავეხმაროთ. იმით რითიც შეგვიძლია იმისთვის ჩვენ მოგცეს ნიჭი. მაგრამ ჩვენ გვავიწყდება ეს ამ ნიჭის განვითარება, მაგრამ როცა გვეუბნებიან, რომ ნიჭიერი ხარ, ამ და ამ და მე მოიცა არა რა. ყველა ნიჭიერები ხარ და კიდევ ერთხელ გისურვებთ, რომ თქვენ სულ ყველა თქვენი ნიჭი გახსნათ. თუ დაგჭირდება ჩემი დახმარება, კი იცით სად მიპოვოთ.